10 დეკემბერი. ეს საგანში შევშეს. განიფერ გულში. რომელი საათია ამას მოსავზე ზუსტად არის. 10 საათი სხვადასხვა ნიშნებით გქონდა. ხომ? ერთმანეთს ის მოგარეებითი დაახლოებით რომელი საათია. მე საჭმის მოდაიქცევი. ოსკოდაში ყოფილი ხადრომა გავაფრინე და როგორც ცნო ჟურნალისტის საქმიანობას მიუღრუნდა და პრობლემა წარმოადგენდა. ახალგაზრდა სიცოცხლის პირველი ნაბიჯები ან რამე ასეთი გავახდა. ამო უფრო შემოგვარდა წერა. ჩვენს მარტოსობას ფიცოზე ახალგაზრდა და ხალხურ კონტროლებს. ივანო გულარდა მეგობრები და ფარანის ჟურნალისტი და გონიცები. როგორც აბედალმა მითხრა, იმდენი მანქანებს თოჩი მიდგას და ახლოს მიერ ჩემი ამბავრო გული გამითხრა. ჩემთვის შესაძლოა ყოველთვის ძალიან მოქმედი ხოლმე. სანამ ტიგებს მომიტანენ და იმედი აუგეს მომეგერსა და დროის გასაფრთხავანი შემებული ხერხები იმავს. ეს დილას მაგალითად ჩემ თავს პროფესიონალიზმი თამაშობდი ქალაქობანას. გვარის ბოლოს წინა ასოთი. მე მომწესდა. ხოლმე მოწესდა. კამერას ყოველას ეძინეს სოციალებში სერიალების კაცთა გამსახიობებს თვითი ვიდეოებზე და ვადარებდი რომელიც თომედი იცოდი. აი მსახიობი თომედი იცოდია. აი ამ წამს გავიხსენე ორი მსახიობი. ხუშინ რომელიც სიაზე მედგა და კამერაფით მოვიფიქრე მათი სახელები. ჯეფრი მორგანი და ბენედიქტ კემბერბიჩი. ოპენჰაიმერის ტელევიზორში წლის ბოლოს ანახავთ. კიდევ გლადიატორი ორი უნდა გვენახა მეგობრებს კინოში და ახლა მეცინება 4 წელი რომ ვიყურებ. ისე ტელევიზორი დამჭდა. საერთოდ არ ველოდი ახლა რედაქციის თორსა. იმედი ამ პოსტზე გაშენდება ყველა ერთმანეთს მაგინებს თავრობის სერვერს. თავარი ფორმულა და უდიველია შაფერი და ასეთი ისე ტრანსპორტა გარი. როგორ მინდა ხოლმე ინტერნეტზე ფრისტავეზე. როცა ამ ხალხს ხედავ ყოველჯერზე სიამაყით უსები. გთხოვთ არც ერთი დღე არ ჩააგდოთ, არასდროს გაჩერდეთ. გუშინ შემოგვიყვანეს იმ საკანში და კაცის უბრუნები. ეს სულ რამდენი ხალხს გაძლიერდება არ ვიცი, მაგრამ არ აიშავს. როდესაც შეიარაღებს რეალური მიზეზი ქვეყნის სიყვარულია წლები ვერაფერს გიზელს. მაინც კარგი განწყობი ციხა. პატრიოტების გამო მომიწაჯეს ციხე. შიმშილების 312 საათი და გუშინ შეწყვიტა. რამდენიმე მიზეზი იყო. უფროსობის გამო, რადგან საკუთარი თავი და დაცვა ანაღლებს და არც მჭირდება. ეს არის სპეციალური ინტერესი იყო საათების და ესეც. უბრალოდ თანამესაკუთრეები მკეთებდნენ ზოგადად თავს, როცა მე არ ჭამდი და ამის გამო ისინიც ნაკლებს ჭამდნენ. ასევე დედა შიმშილობა და ნერვიულობდა. ძალიან თხოვა შეწყვიტა. კიდევ ციხის დირექტორმა პირადად გამიტანა და მესაუბრა. აღარ გააგზავნა ყველანაირად ქვეში დაგიდები, როგორც იდახმარება და გჭირდებაო. შემწყვიტე, მაგრამ თუ რამე ისეთი მოხდა ქვეყანაში, რაც არ შეიძლება რომ ხდებოდეს, მაშინ დავიწყე. 4 ნივერ საკანში. 3 ბიჭი აქციიდან, ერთი კი აქ დაგხვდა. 22 წელია ციხეებში ვარ, ოღონდ ზედიზედ არა. მე რაღაცებს წავედი გამოცდილებიდან. აქციაზე დაკავებულებიდან ერთი უკრაინელია, შავრენალი. მე მისი საუბარი დიდად არ მისმის. დღეს ვეუბნებოდი შემოგვისული მასწავლე, მე ქართულს გასწავლი მეთქი. ამ წამს პასტა გამითავდა და ცოტა უხერხულობა ვიგრძენი მე რომ გავხარჯე მთელი გალავანი. აქ ყველა თავის კრიტიკულ ბიზნეს ისტორიებს ყვება. ზოგს ორი სამჯერ. ასე ვერთობთ თავს. წეგან მომესმა სკოლტა პრემიაო და მე უთხარი 9 ნახევარი მეთქი. თორმეტაც უბრალოდ ქართულად რომელი საათიას ნიშნავს, მაგას ასწავლი და ყველას და გაგვიცინა ჩემს პასუხზე. ასეთ ციცულელებზე ვიცინით რა ვქნათ. აქ ყველა სიგარეტს ეწევა ჩემ გარდა და ყველა სტატუები აქვს. მე ყავასაც არ ვსურა. ზივარ ახლა და ფურცელი გავავსე წერით. უკრაინელს ანტონი რკმევია. უთხარი მწერალი ვარ წიგნთვისაც ციხის ცხოვრებაზე მეთქი და გავიცინეთ. შენ ციხნები ჩემს წიგნში მეთქი, ისევ გავიცინეთ. დილას ცოტა წავივარჯიშე. ამის წერას რომ დავასრულე. ცოტა პრესებთან რაღაცებს გავაკეთებ, სხვა რომ არ მეგულდეს კურთი. გამოცდილმა იოჰანი ქვია. ითხრა ძალიან არ გადაიღაო, ტუბერკულოზი შეიძლება იქნებოდა მუხაერობაშიო. მაგრამ რასაც აქციებზე მესორდნენ და სულთავი იმაზე უარესია რა უნდა გამემართოს. დილას ჩაი დავიეთ კარაქიანებთან ერთად და მანი ფაფავჭამით. შუა დღეს სოუზი, ქლიავის კომპოტი, საღამოს ჩაი, პიუნე, მოხარშული ქათა მიიყო. საღამოს ეკო მეჯერ არ მიჭამია, წერას შევკრები. გუშინ გამე რაღაც ინდურ ფილმს უყურეთ. ოლიმპის მოსება ვერქვა და უკანასკნელი სამეფოს ერთ სერიას უყურეთ. დღეს მეხოთრა რა ხდება პროგრამაში. ჯერჯერობით პრინცზე მონოპოლია გამოცდილს აქვს. მაგრამ თავარია ტელევიზორი ჩართული და თავს მაინც ადამიანებს ვცნობ. სავარაუდოდ ბევრი კამერაში არ არის და გამიმართლა მათ მხრივ გონი. გუშინ ნახე ჟურნალისტებისთვის რა უქნიათ და შოქში ჩავარდა. თუმცა ამაგან რა უნდა გაგიკვირდეს. ყველაფრის მკადრებლები არიან. კარგი ახლა მცარა მეორე კანონსაც გამოვცვლი, დღეს დავასრულე. ჩემს მოხარშულ ქათამს შემჭამ და მე წავივარჯიშე. პოსკრიპტო. ფილმებში და სერიალებში სხვანაირი ყოფილა ციხე. და რეალურად სულ ერთ ოთახში ხართულობ. ცხოვრება ერთ ოთახში. მოდი ასე დავარქვათ, ცხოვრება 4 კედელში დროებით. ხვალ უნდა გვაბანაო და წამებს ვითვლი. ერთი სული მაქვს წყლის ქვეშ როდის შევფრინდები. 12 დეკემბერი. შეიძლება 13-იც. ანტამს განაგვიძა, რამეა. მანჩესტერი პულზენის პირველი ტაიმი დამთავრდა. რამე მნიშვნელოვანი რომ მოხდება, მაშინ დავწერ მეთქი. დღეს კოკაკოლა დავლიათ, მეტი მნიშვნელოვანი რაღა გინდა. ციხეში ვსვამთ კოკაკოლას. ნახევარი საათის ვამდიეთ პატარა ჭიქას. თითქოს გულის დეგუსტატორი ვიყავი და ყველა ყლუპი თალკე უნდა შემეხვდა. ისე ვაგემოვნებდი. სულ რაღაც მესიზმრება აქვს. ახლა მაგალითად ნახე თითქოს მოსიარულე მტრების სამყაროში ვიყავით. რაღაც შენობაში მიმალებოდით და ზომბები შემოვიდნენ კარიდან. ერთი შავკანიანი ჩემიანი გავიდა მათ მოსაყვავად და იმას გავამკლავდა. მივეხმარები მეთქი და მესამესთან მე მივედი, მაგრამ ფეხის წვივზე კბენა მოასწრო. ამიწია შარვალი სისხლით, თქრიალით მომდიოდა. მაგ დროს გავახილე თვალები, მეტად რას უნდა ნიშნავდეს.
ორი თანამესაკნე ვახსენე უკვე და მესამესაც გაგაცნობთ. ვისთანაც ყველაზე კარგად ვარ და ფიქრობ, როცა აქედან გავალ შეიძლება ვიძმა კაცად კიდეც. სანდრო ჰქვია, ჩემზე ერთი წლით პატარა, ორი შვილი ჰყავს. ისიც აქციის გამო დაიჭირეს. პოსტივის გაუ ტელევიზორებია. სახლში დაადგნენ დილის 7-ზე და სპეცოპერაცია მომიწყვესო. მთელი გაწევ-გამოწევებით და ჩხუბით გამათრიეს და მცემესო. ციხეში ორი მთავარი დაავადება, რაც მძვინვარებს, ტუბერკულოზი და დიზენტერია. ერთი ჰაერის უკმარისობის გამოჩნდება ფილტვებზე, მეორე სიბინძურის გამო კუჭზე. ყოველ სავსეა ტატუებით, მნიშვნელობებს მიხსნიდნენ. ტატა მომპარავს ნიშნავსო, სვასტიკები ფეხზე, ჩემი ყველა ნაბიჯი ქურდულიას. მუხლებზე, ანუ მარტო ღმერთს დავუჩოქებთო. კიდე მითხრეს სხვა ტატუებზეც, მაგრამ აღარ მახსოვს. თალი ყურით უსმენდი. გუშინ საღამოს მე, სანდრო და უკრაინელი ვცეყავდით, წელს ზემოთ ტიტულები. ზედატანებს ჰაერში ვიქნევდით და ვხარხარებდით. დინარიანეს გიჟებია, ალბათ ასე იფიქრებდნენ, ვინმე რომ ხედავდეს ავამბობდით. და ჩვენ ვართ მოქმედი რევოლუციონერები? ტავამი თავდება და ხოლგან ვაბრძობ წერას, ან როცა ახალი პასტა გამოჩნდება. 17 დეკემბერი. გონი. ძლივს ყავამი. გონი 5 დღე გავიდა ბოლოს როცა დავწერე. ახლა ვიშოვე მხოლოდ. რამდენი რაღაც მქონდა დასაწერი ამ დროის მანძილზე, მაგრამ ფურცელი რომ ავიღე, თავში აღარაფერი მომდის. ცოტათი აღვწერ წინა დღეებში რა ხდებოდა, ან რა ხდება აქ ზოგადად. მე და სანდრო ისე კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეძლების დაგვარად ვირთობთ თავს. გამოცდილი და უკრაინელი ყოველ დილით და ღამე ყამათობენ ერთმანეთში რუსულად. თვალით ვანიშნებ ხოლმე სანდროს ხიმილით. მზად იყავი გასაშველებლად მეთქი. იმ საღამოს მაგალითად პასტა რომ გამითავდა, ასეთ უცნაურ რაღაცაზე იჩხუბეს. ანტონი ეუბნებოდა საქართველოში კანონიერი ქურდები არ ყავთო, სუსტები არიან, იმალებიანო, უკრაინა სავსეაო. იოჰანი გიждდებოდა ამაზე. აქ ისეთი კანონია, უბრალოდ რო გაჩერდნენ და არაფერი დააშავან, 9 წელს მისცემენ და ამიტომ ევროპაში არიან სხვადასხვა ქვეყნებში დახსავსულიო. აი ამაზე იკამათეს მთელი ღამე. ჩვენ გვეცინებოდა. დროდადრო მახსენდება ხოლმე სასამართლოზე დედის ცრემლები და მამის სახე. მამიკო, არ გამოხატავს ხოლმე, მაგრამ შევატყვე, როგორ ძალიან ნერვიულობდა. მენატრებიან. აქ ციხეში ყველაფერს თავისი ტერმინი ჰქონია. რამდენიმე დავიმახსოვრა. საპირფარეშო პარაშა, მაღაზია ვარიოკი, საკანი ხატა, საჭმლის მომტანი ბალანდიორი. ფილმებში რასაც ვნახულობდი, თურმე ეგ ყველაფერი ზაპარი იყო. აქ სხვანაირადაა. სხვა საქმის პატიმრებს საერთოდ ვერ ხვდები. ეზოში არ გატიხარ. საჭმელს სხვათან ერთად საერთო სასადილოში არ ჭამ. 4 კედელში ხარ ერთი და იმავე ხალხთან. ცდილობ თავი არ მოვიწყინო და დეპრესიაში არ ჩავიდო. რაღაც უცნაურ გასართობებს უგონებთ ხოლმე. იმ დროს ცხოველების პაროდიებს ვაკეთებდით და მე ვხარხარებდით. ასანც ვატრიალებით ჰაერში და ვინ უფრო მეჯერ დააგდებდა მოსაკიდებელი მხრიდან ვეჭიბრებოდით. ტელევიზორში შევწდი. მე კი არ გამიმართლა, ყველას ქონია თურმე. გამოცდილი გვიყვება ძველ დროზე. ყოველდღე ცემა გამოწერილი გქონდაო. დაიძახებდნენ ახლა გაემზადეთ მასაჟისთვისა და რიგში გვაყენებდნენ სარწმელადო. ყოველდღე წიგნებს ვკითხულობ. ღამე ფილმებს ვუყურებ. ჩემს ციხის გარეთ ცხოვრებისგან დიდად არ განსხვავდება. ოღონდ აქ 4 კედელში ვარ და თან ვერ გვიჩვევ რას უყურე YouTube-ი მომენატრა. საერთო კარის თამაშების წიგნი მომიტანეს. საერთოდ არ ველოდი თუ აქ დამხვდებოდა. ისე ფულს ვერ ვიმეტებდი და ციხეში ვკითხულობს აუცილებლად წიგნს. გონი მარტო პირველი სეზონია ამ წიგნში. რემარკის ლისაბონის ღამე და სეპეტისის ჯდილებს შორის დავიკითხე უკვე. სეპეტისის კითხვისას ნინიკო მახსენდებოდა. ნინიკო მაჩუკა, როცა ერთ-ერთი აქციის დროს მომყარეს ახალნაყიდი. Music box თავთ ხოლმე და მე ვცეკვავთ. იქნებ ხელებს, ფეხებს, გამოცდილს ვაგიჟებთ. ჯერ ცეკვით. მე მეკითხვებით ვაბრუებ და მის განკურებულ სახეზე ვიცინით. ილჰან, აქ ციხის კლუბი არ არის, რომ ვიცეკვოთ? საახალწოდ კონცერტს არ მოგუწყობენ? ან ფეიერვერკს არ გასწროლებენ? შპალერს როდის გავიკრავენ? ისრები კედელს როცა ვიყიდები მეთქი. ყოველი კითხვის მერე ვხარხარებთ. ისე უმეტესად GDS-ი გვაქვს ჩართული და საინფორმაციო არხები. ანტონი თავის დაჭერების ისტორიას გვიყვება. იმდენჯერ არის დაჭერილი აქ ყოფნის მანძილზე არ გამოელევა მოსაყოლე. თავი თეთრ ბაირაღებში მგონია. აქაც ყველა ეუბნებოდა ნაკაშიძეს. შენ რანაირად დაგიჭირეს, როგორ დააშავებდი რამესო. უნასაც ქრუსრევას აბრალებდნენ და მასაც დედაენებდებოდა. ყოველ დილას მე და სანდრო საწოლებს ვასწავლებინებთ ერთმანეთს. საბნებს ვაკეთებინებთ, მე ჭამთ, მე ვაჯიშობთ, მე ვკითხულობ, ყოველთვის რაღაც ისტორიებს, ვუყურებთ ფილმებს. ზოგჯერ ადვოკატთან გავყავარ, ან იქიდან, ხანდახან ეგრეთ წოდებული პრაგულკაზე ავდივართ. ეგეთია ჩვენი ჩვეულებრივი ხარ. ჩაბეცეკვირეს ფანაოდაა. ეგ ხეები გვიყვარს ყველაზე მეტად. ეს დღეს საჭმელად დავჯერდით და მოყოდა არ შეიძლება, როცა ვიღაც ჭამს საპირფარეშოში ვინმე შევიდეს. უპატივცემულობაა. უკრაინელი მაინც შევიდა. რა თქმა უნდა გამოცდილი, ეგრევე დააცხდა და დაიწყეს სიტყვა პაიქრობა. ზედ არაფერი მესმოდა, მაგრამ ხმას მომუწევდნენ და ყველაზე გადავიდნენ, ხვდებოდი რაღაც მოხდებოდა. თავისული უთმათური სიტყვებიც მესმოდა. ბოლოს როცა ორივე გაცეცხლა და გაცხადა, ერთმა კრაჯერ ხელი მას. შემდეგ რაც თავი თავზე მიადეს, კარადასაც შემოარტყა ანტონმა გაბრაზებულზე მუშტი. რა თქმა უნდა, ეგრევე გამოცვიდნენ და ორივე დაიყვანეს. არ ვიცი იქ ვინ დათქვა, მაგრამ გამოცდილი ამის მერე აღარ გვინახავს. უკრაინელი უკან შემოაბრუნეს გასიებული ხელით. ილჰანის ტანსაცმელები შემოგვაწოდეთ და გვითხრეს. ასე დავჭით სამივე რევოლუციონერები. რომ თქვათ ძალიან მეწყინა მეთქი მოვიტყუებით პირიქით უფრო კომფორტულად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მე პირადად ხელს არ მიშლი და ის უბრალოდ სხვა თაობა იყო და რაღაცებში ვერ გვიგებდა.
ახლა უფრო მეც ვიცით. უკრაინელს ქართულს როცა ვასწავლი, ერთი დიდი კომედიაა ხოლმე. ათამდე თქვა თავისი ასაკი და კვირის დღეები უკვე ვასწავლე. ასევე მოდი კავა დავლიოთ და მოდი გავისეირნოთ. ეს გოგოსთან გამომადგებაო. ამასობაში ყაველაშვილი აურჩევიათ არალეგიტიმურ პარლამენტში პრეზიდენტად, რომელსაც ცირკს ეძახით. უყურებთ ის ხტომას და რუელის ცხოველების ფერმის დასასრული მედგა თვალწინ. ზენა გადადიოდა ადამიანიდან ხორებზე და ხორებიდან ადამიანებზე. თუმცა ვეღარ გაარჩევდი რომელი იყო ხორი და რომელი ადამიანი. მოგესალმებით ორუელის 1984 სამყაროში, სადაც მოძალადეს სამართალდამცველი ქვე და სამშობლოს მოყვარულს დამნაშავე. მართლა ვერ უჯერებ. ეს ჰაერში აქტების გამო ადამიანს 4-6 წელი მისცე, თან როცა არავის მოხვედრია და არც დაზარალებული არსებობს. მაგრამ რასიზამ, ასეთია საბჭოთა კავშირი, ასეთია რუსეთი, ასეთია ჩრდილოეთ კორეა. როგორ ავიტან? მე სინდისის უფთა მაქვს და მოდი, ამ აბზაცს სერსეის სიტყვებით დავასრულებ, როცა მეფე რობერტს გართხმული სილის მერე მიუგო, ამას პატივის ნიშანივით ვატარებო. აქაურის სიზმრები ცალკე პლატფორმაა. სახლშიც სულ ნახულობდი, მაგრამ არაფერი მახსოვდა გაღვიძებისას. აქ მახსოვს. დღეს მაგალითად ამას სიზმრა პოსტივის ჟურნალისტები ძირს დაყრეულ ხვებს უღებდნენ ვიდეოს და ამბობდნენ, აი ამას პოლიციის სასწაულად აგროვებენო. მე კი ტელეფონი ამომივარდა ჯიბიდან და ვეძებდი. ისე ჩემს ტელეფონებს პატრონივით ტრაგიკული ბედი აქვთ. ჩაშე ტყეში დავიკარგე და იქ დავტოვე ტელეფონით, სპინარემ წაიღო. 3 კვირის წინ აქციაზე მომპარეს და მე ამჟამინდელი კი, რომელიც დედა მე კიდე რაც აქციებზე ყოფნის დროს ღამე დაერეკა ხოლმე და გაიგო როგორ პოლიციას აქვს გამოკერებული საქმეში. ტელეფონი კარგი, მაგრამ ჩემი ბანკის ბარათიან სამსახურის ბიულეტენი რა თუნდაც არ ვიცი. მეკითხებიან რა გინდაო. პირადად მე მატერიალური დიად არაფერი. რასაც ყველაზე მეტად ვისურვებდი წერილებია. ხალხი წერს გრძელ წერილებს, მეგობრები, ნაცნობები. მე ვკითხულობ და ვპასუხობ. ამ დაბადების დღეზე წერილების გროვას ვისურვებდი. მიყვარს კითხვაც და წერაც. ეს უკანასკნელი გონი ჩემმა მარტოსულობამ შემოყვარა. გუშინ სანდრო მეუბნებოდა, აქედან რომ გავალთ თუ ძველ სამსახურში დამობრუნდეს, ვეცდები შენც კი შევოადგილი, კარგი სამსახურიაო. შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ყურადღება მესიამოვნა რაღაცნაირად. საჭვალები მომბოზე დააქაული, მარტო სუპია და სულ ჩაი. ერთხელ მოიტანეს თევზის კატლეტიაო. დიდი სამით მოუმზადეს საჭმელად, მაგრამ თუნდა უბრალოდ პურია თევზის სუნით. რაც არის ეგ არის. წერან ბედას და ბებას ველაპარაკე ტელეფონით. ორივე ტკილოდა. მეც ცოტა მაკლდა, მაგრამ დაბრაგების წინ შამს არ გადმოვაგდოდი და სისუსტეს არ ვაჩვენებდი. ერთი უმაგრესი კაცი გავიცანი აქციაზე 70 წლის. ყოველდღე ვცდილობ მოვიდეო. ბევრიც ვისაუბრეთ. დედა მითხრა ფული მოგცა და ასე თქვა. ყოველდღე დაგეხმარებითო. თუმცა ბევრი ვინმე დაგეხმარებია, მეგობრები, თანამშრომლები, ნანუკა, ორგანიზაციები. აი ეგ მათლებინავს აქ. ყველა მიყვარს ვინც გულთან მიიტანა ჩემი ამბავი. სანდროს ხოცოლი და ორი შვილი ყავს. უკვე 10 წერილი დაწერა. უბრალოდ დღეში წერს მგონიაც. თუ კალამი გვაქვს და მაგ დროს იწყებს ტირილს. თუ კალამი გვაქვს და მაგ დროს იწყებს ტირილს. მე ღამეს ყველას რომ ვწინავს. უკრაინელს უთხარი, მე და ჩემს ადვოკატს ჩვენი პაროლი გვაქვს. სხვასთან რომ არ გავიდე მეთქი და ამის მერე ვინც თავს შემოყოფს, პაროლს ეკითხება ეს. თიც თოფივით უშორს და სამივე ვხარხარებთ. შემდეგზე იმ დროს დავრეკავ მამა და ჩემი და როცა იქნებიან სახლში. აქციაზე მინდა ვიყო. რაც უნდა ეცადონ ჩემს დაშინებას, სულს ვერ ჩაკლავენ. ეგრევე აქციაზე გავარდები თუ ოდესმე გამომიშვეს. 18-19 დეკემბერი. Here we go again. ეს შიმშილობა დავიწყე. როგორც კი კამერაში შევდგი, ფეხი ეგრევე განვაცხადე და ორივემ, სანდრომ და უკრაინელმა ერთ ხმაში, მაშინ ჩვენც შიმშილობდო. მთელი ღამე მოვუნდი დამეყოლიებინა, გადამეფიქრებინა. ბოლოს დავითარდა. თუ მეორე სასამართლოს შემდეგ უკან შემოგვაბრუნებდნენ, ყველა ერთად შევშილობთ. სამი მუშკეტერი ვართ. ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის. უკრაინელი მიყვებოდა რომ წლების წინ უკრაინის ციხეში იჯდა 31 დღეში შიმშილა. 82 კილოდან 58 კილოგრამამდე ჩამოვიდა და 5 წლის მასვას ერთ წელში გამოუშვეს პირობით. მერი ამბობდა 20 წლის შემდეგ მე ერთი მხრიდან დამეკრიბნოდი, სანდროს მეორე მხრიდან და ასე შეგიყვანთ ხოლმე საფიფარიშოში. დავიწყეთ პაროდიების კეთება. თუ როგორი შეიძლება გახდეს ადამიანი 20 დღიანი შიმშილობის მერე. სახის და სხეულის კუნშვა და ამაზე სიცილი. ასია, ბოლოს ყველაფერს სასაცილო მხარეს მოუძებნით ხოლმე. ახლა შუაკამია, როცა ამასწრებს. ორივე წინავს, მე კი მაგიდიდან ჟავე კომპოსტოსული მიღებს სულში და ჭამის სურვილს მიგვიწევს. თავიდან არის თუმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვეღარ იგრძნობ. ეს ერთხელ უკვე გავიარე, არც მეორედ გამიჭირდება. კრისტიან ბეილის ტრევორ რეზნიკიდან წარმოვიდგინენ ნაშიმშილარი ჩემი თავი, ფილმ მექანიკოსიდან. ალბათ ზუსტად ეგრევე. თუ ეს მარტივი მოთხოვნა არ შემისრულეს, რაც რეალურად მათი უშუალო მოვალეობაცაა. ვერ ხვდები საერთოდ რატომ უნდა მიწევდეს ჩემი უკანონოდ დაკავების დაფიქსირებული კამერების ამოსაღებად ასეთი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ჩვენ ხომ ახლა ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ. აქ სასამართლოს და კანონს არ ცნობენ. დომინო ვიყიდეთ და ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში ახალი გასართობი შევიტანეთ. სანამ მოგვიზრდება, ცოტა დროს გავიყვანთ. ხან ორი ვთამაშოთ, ხან სამი. ჩემზე და დედაზე გააკეთა სიუჟეტი ნანუკამ და სანდრომ მთელი დღე მახსენებდა. 10 საათზე არ გამოგრჩეს და ერთად ვიტიროთ ყურების დროსო. ნამდვილად ერთად ვწიოდა ცრემლები. დედა სამსახურიდან წამოსულა. სწორით ნა. 10-მდეც უნდა გაიკეთებინა. საშინელი სამსახური ქონდა, საშინელი ხელფასი. უფროსი მთავრობის მოტრფიალე ჰყავდა და თურმე ყოველდღე დაცილით ეუბნებოდა. შენი შვილი რა მოცილილია, სულ აქციებზე რომ დადისო. დედა ასე პასუხობდა, ჩემს შვილს სამშობლო უყვარს შენგან განსხვავებით. მარტო ფულზე რომ ხარ შეყვარებულია. სკოლის მერე სულ ფიქრობ, იმედ გაცხოვებაო მშობლების, ახლობლების. ის იმედები ვერ გავამართლე, რასაც ბავშვობაში ჩემზე ამყარებდნენ. ჩემი სწავლით ვერაფერს მივაღწიე.
სწავლის მიტოვებაც მომიხდა. ამას არ მაგზნობინებდნენ, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ასეა. ჩემი ოცნებაა დედამ და მამამ ჩემით იამაყონ. ამის ნაცვლად კი სულ ვანერგიულები. მე და ახლა ცოტა მაინც ვამაყობე. არა და ახლა გული გავუხეთქე და ვატირო. არა უშავს. ის მაინც იციან რომ ძალიან მიყვარს. მე და შეიძლებოდეს აქციაზე დაკავებულ და აქ მოთავსებულ სხვა პირებთან კონტაქტი. არავის ვიცნობ პირადად და სიამოვნებით გავიცნობდი. დაუმეგობრდებოდი. სალაპარაკოც ბევრი გექნებოდა. უკეთესი ვინ უნდა გავიცნობ. მე და სანდრო უკვე მე-20 უყვებით დაჭერის ისტორიებს ერთმანეთს. მოშიმშილეებს ცუდად რატომ ექცევიან? უხეშად, ზიზღით. შავკანიანებს რომ ეპყრობოდნენ დაახლოებით ეგეთი შეგრძნება მაქვს. მე კარგი დამოკიდებულება მქონდა აქაურ პერსონალთან მთელი ამ დროის განმავლობაში და ახლაც ჯერ ერთმა მკითხა დაცინით მაგით რის მიღწევას ცდილობო და მეორემ დილას პური რატომ აიღე თუ შიმშილობდიო რა პური ავიღე დილის 7-8-ვისკენ მოდის და ყოველთვის ძინავს მაგდებს თავადდებენ პარკში რამდენიც ვართ იმდეს ცოტა გადამაყდა მე თქვა აჰა ბარათი მე გიყიდი მაგპურს რა გადაგვაყოლე მეთქი შევიკავე თავი ამ საქმიდან უნდა გადაგიყვანოთ ანუ შიმშილის პერიოდში მარტო უნდა დამსვა სადღაც არა ტელევიზორი არანაირი კომუნიკაცია ვინმესთან არც დარიყვა და ყველაფერს წყვეტენ. რატომ რომ იცოდეთ ციხეში მოშიმშილებს ისე ეპყრობიან როგორც კეთრობას, ხორცნებს, როგორც უკანონო შვილებს ჯორჯ მარტინის სამყაროში. იმედია წიგნებს მაინც შემომატანინებენ, თორემ დავგიჟდები სრულიად მარტო ვინმესთან კომუნიკაციის გარეშე, 4 კედელში. თავად შიმშილი დიდად პრობლემა არაა. ჯერჯერობით 22 საათი გასული, 21 საათია გასული. ანტონი რჩევებს მაძლევს. არი ვარჯიშო, არია რობევი. შენ ცადე ცოტა იმოძრაო, იწვე და იძინო. პირველი 3-4 დღეა რთული, მერე ვეღარაფერს იგრძნობ. იმედია კამერების წაშვამდე მალევე მოგვაწვიან რაც ჭირდება, თორემ თუ ვადა გაუვიდა რა გააზრი აქვს მერე. ეს ფრაზა ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ, ციხეში იქცა, ვბანაურ, მაშასადამე ვარსებობ. დილას განვიწმინდეთ, გავსუფთავდით და მხნედვართ. დღეს ვარსებობ. გადამიყვანეს სხვა საკანში. აქ ერთი კაცი დამხვდა, 3 დღეა შიმშილობა. მეც აქციაზე დამიჭირესო. 54 წლისაა. რა თქმა უნდა, შვილები და შვილიშვილები ანაწყვება. კარგი ადამიანი ჩანს. მოშიმშილეებს რომ ცუდად უყურებენ, მანაც დამიდასტურა. აქ როცა შემომიყვანეს, ფანჯრებიც არ იკეტებოდა. საკეტები არ ჰქონდაო და გავჭედე მაღაზიაო. გონი საკმაოდ დიდი ხანი აპირებს არჭამოს. რა თქმა უნდა, ესეც ეწევა სიგარეტს. წიგნებს ვნატრობ. ახლა კროსვორდს ვავსებ და ეგრევე ვირთობ თავს. ჩემს ახალ რუმმეიტს წნევა დაუვარდა და ექიმი გამოიძახა. რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტო. მადლობა გადამიხადა. თქვენს თაობას ყოჩაღო. თქვენ გამოაფხიზდეთ ერი, მაგრები ხართო. ომის ვეტერანი ყოფილა. მე იმედიანად ვარ. მე იმედიანად არ ვარ, მაგრამ ამათი წუთები დათვლილია. თავარია არ გაჩერდეს პროტესტის ტალღაო. სწავლაზე მკითხა და როცა უთხარი ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი და თავანებე თავი თქვა, მე დაგეხმარები, როცა აქედან გავალთო და გააგრძელეო. ომის ვეტერანი და ასევე აფხაზეთიდან დევნილია. ხვდებით ხო, როგორ ხალხს ეძალადობს და უკანონოდ ყრის ციხეებში ჩვენი ვითომ ხელისუფლება. ტელევიზორი აქ არ არის, მაგრამ რუმეითმა მე ვიყიდე ტელევიზორიც და რესივერიც და იქნებ მოგხედონ და შეგვაერთებინოდო. დღეს უტელევიზორად ვართ. მოშიმშილეების ხვედრი ასეთია. ცდილობენ დაგვსაჯონ. ნებისმიერი დიქტატურა მშვიდობის მტერია. ამის თქმა მინდოდა ექიმისთვის, რომელმაც მშვიდობა გვისურვა ჩვენს და ქვეყანას. მე მხოლოდ ეს გავუთხარი. ყველას გვინდა მშვიდობა. ოღონდ რუსეთის მონობის გარეშე მეთქი. წიგნების დიდი სია ერთი კვირის ან 10 დღის წინ ჩამოუწერეთ ციხის ადმინისტრაციას და ჯერ კიდევ არაფერი მოუტანიათ. უყურადღებობა თუ რატომ წელავენ ასე ვერ ვიგებ. დღეს მითხრეს, ვნახეთ შენი სია და მოგიტანთო. ისევ მოგიტანთ და არა მოგიტანეთო. ამ ერთ კვირაში 4 წიგნი წავიკითხე. 2 სახლიდან გამოგზავნილი, 2 ადვოკატის დავალებით შემოწოდებული. მე წიგნის გარეშე იგივევა, რაც ჩიტი უფრთოთ. ნეტა ჩემი სანდრო და ჩემი უკრაინელი რაშვრებიან ახლა, ან როდის გავიცეკვებთ ერთად. თუ იმავე საკანში არ დამაბრუნეს, შიმშილობას გავაგრძელებ. ფურცელი აღარ მყოფნის. დანარჩენს ხვალ დავწერ ან ზეგ, როცა ამ ერთფეროვან რუტინაში რაიმე არარუტინული მოხდება. 20-23 დეკემბერი, 4 კედელში. ალბათ ყველას ქონიათ მომენტი დასაძინებლად საწოლში ჩაწოლისას, როცა თითქოს ყველა ცოტა ხნით წყვეტს არსებობას. ირგვლივ სრული სიბნელეს უფროს და შენს იმავეს სიბნელე. დახუჭრალები და წვრილებში გადაეშვა. მაგრამ ფერხი არ გაძლევს ამის საშუალებას. შიმშილის გრძნობა სამდროში დახტება ყველაზე მეტად. წევხარდა ელიროდის მონაწილე და ამის მაგურად ჭამისურული მოდის. მაიტროს მიჭირს ხოლმე. ჩადინებამდე. ახლა დილაა და ენერგიაზე ვარ. საერთოდ არ მშია. ჯერ ახალი დაწყებული მაქვს 54 საათია დასული. მაგრამ როგორც მითხრეს, დასაწყისია ამ დროს ყველაზე ცივი. მუშაობდი ტელევიზორი არ გვაქვს მეთქი, ისევ პატიმრები დაგვეხმარებენ. გვერდით საქმედან გამოგიგზავნეს. თან პლაზმური. მე და ჩემი რუმეიტი მთელი რამე ვეწვალებოდით. ჯერ დასაკიდებლად ადგილი მოვუწევთ. მე შნური დავაგრძელებ. ტელევიზორი მხოლოდ ნახატებს აჩვენებდა და შიშინებდა. გითხრეს დინამიკის ბრალია და არა კაბელისა და წაიღეს გასარემონტებლად. ორივე ვიცით ისე გვინდა აქციების კადრების ნახვა. ამაზე მეტად კი იქ თქონდა. ციხის უფროსი შემოვიდა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოგვიწოდა. აზრი არ აქვს. მე მითხრა შენი ადვოკატის ბრალი იქნება კამერების ჩანაწერები რომ არ მოხდეს. სისტემა რომ მართულია არაფერში შეაშია. ჩემ უპასუხა. ჩემი საკოდი წიგნებია მეთქი და ისიც ადვოკატმა რომ თქვა სასამართლოზე. ამ ადამიანს 29 ნოემბერს ჩადენა და შევდე დაედიან. 6 დაიჭირეს და მიმავა ან ცუდი ჩადენა რომ ხტომოდა რატომ არაფერი ქნაო.
ზღვარგარეთის პასპორტიც კი არ აქვს, არც ფინანსები, არც კავშირებია. გამიც ამის იზმარი ვნახე, ერთს მოუყვები. თვითონ პოლიცია გამომეკიდა და რომელიღაც ორსართულიან რესტორანში შევასწარე. შიგნით არ შემოდიოდნენ და მართლებდნენ ალყაში ხარო. გადავიხედეთ 100-ზე მეტი იქნებოდნენ. მთელი სიზმრის მანძილზე შეგრძნება მქონდა ასეთი. გადამეღო ფოტო ან ვიდეო და Facebook-ზე დამეპოსტა წარწერით. ნახეთ, ერთ უწყნიან ადამიანს რამდენი პოლიციელი გამოიყვანეს. საწოლიდან წამოდგომისას თავი მოხვევა. თვალებში მიგნოვდება და თავი მტკივა. ცოტა მოუსუსტე, ფიზიკურად. მაგრამ თავარია სულიანი გვარხნები. ადვოკატის გარდა არავის ხვდები. გონი კამერების ჩანაწერებს მაინც არ გვაძლევენ. სულ რომ ხვდებოდეს ადამიანი მთავრობის თაშინებაა და ბრძანება კანონს გვერდი აუარო და ისწონის სასწორის ფინას. ერთ-ერთი იარაღით რაც აქ დამჭა საბრძოლველად შიმშილობა. კარგი იქნებოდა ყველა პოლიტპატიმრს გვეთქვა უარი ჭამაზე, უსამართლობაზე და სასამართლოს ცირკად გათაქცევაზე. ყველას პროტესტის ნიშნად. ექიმი ხშირად გვაკითხავს, მაგრამ სისხლის, შაქრის, წნევის და სატურაციების მოჩვენებლების შემოწმებას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეგ არ უშველის. ფრესკომაც უარი თქვა კამერების გადახვევაზე. იგულისხმება წინა დღის გამოსახულების ნახვა. გამოდის ფრესკოც ქოცებზე მუშაობს. იქ არასდროს შევალ. შესულევო მინიმუმ 6 წელი საკნიდან საკანში თუ ივრი. ტელევიზორს რომ გვისწორებდნენ ბადრაგებს უთხარი იმედი და პოსტერი არ ჩამვირთოთ. სულ ნოუ სიგნალი ეწეროს მეთქი და ამაზე ვიცინეთ. როგორც იქნა მომიტანეს ჩემი საკვები. რასაც აქ შემოსვლის დღიდან მითხოვ. მაგიტა სავსეა, თუმცა რაც ჩამოვწერე უმეტესობა ვერ იპოვეს. მაგრამ 14 წიგნი შემომიტანეს და ამ ეტაპზე მეყოფა. ციხეში ყოფნისას ერთადერთხელ აუწიე ხმას პერსონალთან და ეგეც წიგნების მოთხოვნისთანო. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, იღები აიფარებ, ფრთხილად იყავი, არ დაგიჭირო, ამარა ადამიანებმაო. ეს პასუხობდი, მაინც უსახუტარო რა თუ დამიჭერე შენობაში გავათხოვ ღამეს, ხომ არ გქონიათ ეგრე დამსჯიან მეთქი. ახლა კი მეცინება, მართლა ამიხდა. რეალურად არასდროს დამჭირვები აღამის საფერად არის, მაგრამ ჩემი 2 წლის წინანდელი ტრაგედიისთვის ოდნავ იუმორით რომ შემოხე და უსახუტარო შემორქა. ხუმრობა იქეთ იყოს, 2 წელია ჩემი სახლი მევახშის სახელზეა. მას შემდეგ რაც ორმა მაყერმა დედაჩემი მოაწყვა და 10,000 დოლარით სულ დაპირებით წაართვა. დღემდე ასეა და ახლა სასამართლოს ველოდებით სახლის ამბავზე. ხარეცხის პრობლემა ბევრი ფიქრის შემდეგ. გონი მოვაგვარე. ბანაობის დროს შევიტანე, სადაც ბანაობთ იმ ადგილას და ახლა ყველა ტანსაცმელი გატრიალებული მიდევს კარაგაში. გაშრობაც მოვასწარი. გავაბით თოკები და მოვაწყოთ ადგილი საამისოდ. ცოტა ხნის წინ ჩაიზართ უარი. მარტო წყალს ვსვამ. წიგნში რომელსაც ვკითხულობ, ასეთი რაღაც ამოვიკითხე ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგიდან. ზოგჯერ საუკეთესო კომიკოსია სამყარო. ცოტა რამ არსებობს, რასაც ფინჯანი კარგი ჩაი ვერ უსვამს. კონცეფტს ვერ მოაშორებს ქვეყნიდან. სხვა ყველაფერი კი მეორე ხარისხოვანია ჩემთვის. ახლა გავიღვიძა. თავი მისწდება. კითხვისას თვალები მტკივა. კიდევ კარგი ნორმალურად მეძინა. დაახლოებით 9 საათი. 68 საათი გასულა ჩემი შიმშილობის დაწყებიდან. წინა 72 საათის მერე შევწყვიტა. ახლა აღარ ვაპირებ. ღამის 3-ზე გადავდე წიგნი და ეგრევე ჩამეძინა. წვერი და თმა გამეზარდა. დაახლოებით ისე გამოვიყურები, როგორც ედრიან ბროუდის პერსონაჟი პიანისტში. ის ფაშისტების ტყვეობაში ყოფნის გამო იყო ასე, მე ქართული ოცნების. და რა განსხვავება ამ ორ შორის? ციხე ერთადერთი ადგილია, სადაც შენი გარეგნობა არავის აინტერესებს. აქ ხალხი ყოველდღე რეკავს, ზოგმა ლიმიტიც კი ამოწურა. მე კი ერთხელ დავურეკე დედას. ჩემი ოჯახის წევრებთან ლაპარაკს არაფერი მირჩევნია, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არ მაქვს სურვილი. უფრო უნდა ვინერვიულოთ და ვიტიროთ. ბებო ყველაზე მეტად განიცდის მგონი. ჩემი ბებო არის ზე ადამიანი. ერთად ვუყურებთ ხოლმე ფილმებს, ვკითხულობთ წიგნებს, ყვებით ლექსებს. როდის ვნახავ და ჩავეხუტები ნეტა გარეთ. აქ ციხეში არც არავის ნახვა მინდა და არც საუბარი. რომ იცოდეთ, აქ წებოთ კბილის პასტას იყენებენ. სარკის, კედელზე, კალენდრის, ფურცლების ერთმანეთზე მისაკრავად. რაც თავზე საყრელად გვაქვს კბილის პასტაა და დრო, რომელიც აქ კურსნაბიჯებით მივოღავს. ჯერ მხოლოდ 15 დღეა გასული, არა და მგონია რომ მთელი წელია აქ ვარ. ზემოთ როცა ვიყავი, სულ მცხელოდა. გრილი ჰაერი მინდოდა და ფანჯარას ვაღებდი. აქ პირიქით, სულ მცივა და ვერ ვთქვები. გონი გავცივდი კიდეც. წამლების მოთხოვნისგან თავს ვიკავებ ჯერჯერობით. კიდევ ერთი დაკვირვება. შიმშილობის დროს წიგნში ამოკითხულან ფილმში ნანახ საკვებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევ. რასაც ჩვეულებრივ დროს ვერც კი შეამჩნევდი. აი მაგალითად ამ წამს ამოვიკითხე, რამალე მოხვედით, ერბო კვერცხის ჭამაც კი ვერ მოვასწარე. და მაშინ რომ ამიწვია და მუცელი. გამახსენდა დედა როგორ მიწვავდა ხოლმე დილას კვერცხს სამსახურიდან მოსულს. 2 ან 3 ყოფნიდა და ყემელთან ერთად ჭამდი. შემწვარი კვერცხი მომენატრა. თავის ტკივილი და თავგესხმება ჩემს მუდმივ მოცემულობად იქცა. დღეს განაობაა. თან მიხარია და თან იმაზე ვფიქრობ, ჩემი სისუსტიდან გამომდინარე არ წავიქცე დუშის ქვეშ. ეს პირველად არ დაიძინება ჩემთან ნაცვლისა. ის აქვს მაგის განწყობა. ისეთ ციხის კვებიდან გამომდინარე, ბევრი არაფერი დამკლებია ჩემი შიმშილობით. ამ ხრივ მდგომარეობა შეიძლება ითქვას კატასტროფულია. 4 საჭმელი, რაც ყველაზე მეტად მომწონს, წიწიბურა, კატლეტი, მანი-ფაფა და ბარდისუპი იყო. ისიც კვირაში ერთხელ. წარმოიდგინეთ, მანის ფაფა როცა ყველაზე კარგი კერძო. როგორი კვებაა. ახლა კი შევჭამდი ერთ ქვაბ წიწიბურას. მე ვერ ვცნობ. ჩემი ცხოვრება ხომ მოცნებების სასაფლაოა. მარტივი რაღაცებიც არ ამსრულებია არასდროს. ისეთ თულზე, როგორც უიმბლდონზე დასწრება ან დონჩიჩის ნახვა,
ხოლო ლაპარაკიც არ არის. ეკრანზე კულინარიული შოუ გამოჩნდა და მე და ბატონმა ვეფხომ, roommate-ი, საყვარელ საჭმელებზე და ვის რა მოენატრა, იმაზე დავიწყეთ საუბარი. მერე მითხრა, ახლა გავჩერდეთ თორე დავუძახებ და ვეთქვი წვეთ შიმშილობასო. ამაზე ბევრი ვიცინათ. გონი ასეთ დროს კეცების გახსენება და წარმოსახვა შიმშილობის თანდავი პროცესია, როგორც უდაბნოში ელანდებათ ხოლმე წყალი. პოლით პატიმარი, შენც ახლა მერაბ კოსტავა არ მყავდეო. აქდებულად მითხრა ციხის უფროსმა. მერაბი ჩემი გმირია და მადლობა მის გვერდით რომ მახსენე. ზოგადად კი მონები ვერასდროს გაიგებენ, ან აქ რატომ ვარ, ან იქ რატომ ვიდექი ყოველდღე. სათქომაც ყველა ქართლის ვალია. არ ვიცი. უბრალოდ დამთვალა თუ რაში იყო საქმე. გუშინ ციხეში ტელევიზორების საყოველთაო გათიშვა, მაშინ როცა TV პირველის ეთერში ის სიუჟეტი გადიოდა, სადაც მოსამართლეებს ამხელდნენ. არა და როგორ მოემზადეთ საყურებლად. 20 წუთში ისევ ჩაირთო. სულთანაც რომ გაითიშა, იმით მივხვდით რომ სხვა საქმედანაც დაუძახეს ბაზრაკს, რატომ არ აჩვენებს არც ერთ არხსო და უპასუხებს, არ ვიცით. ყველასთან ასეაო. ადვოკატების უმეტესობა თითქმის ყველა შიმშილობას უკრძალავს თავის პატიმარს. ალბათ თავის პროფესიონალიზმს აყენებენ უფრო წინ და არ უნდათ საკუთარი მუშაობა გაუფასოდეს იმით, რომ შავდაბულმა შეიტანოს დიდი წვლილი მის გათავისუფლებაში და არა მან, აბა სხვა რა მიზეზი უნდა იყოს. შეიძლება ერთის და ორის შიმშილობა არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ ყველა 20-ზე მეტ ადამიანს ერთად რომ დაგვეწყო რა რეაქცია იქნებოდა გარედან. მე ჯერ მეხუთე დღე რომ შიმშილობ და მინდა მთელი თვე გავქარჩო. დედას დავურეკეთ ეს. მამაც ძალიან ნერვიულობსო. მაგრამ ქუჩაში, სამსახურში, სანათესავეში ყველა ეუბნება როგორი მაგარი პატრიოტი და საამაჩო. დავსუსტდი. აღარ ვლაპარაკობ. სიცილზე ხომ ლაპარაკიც აღარაა. შუაღამის 5 საათია და ვერც ერთი ვერ ვიძინებთ. ალბათ ახალ წლამდე შევწყვეტთ. ბოლო 4 დღეში 5 წიგნი წავიკითხე, მაგრამ ეს კითხვაც მაგრად მომპეზრდა. წიგნსაც შეგაწულებს ახაურობა. ვერ ვხვდები რატომ არ აცხადებენ ოპოზიციურ არხებზე ჩვენი შიმშილობის ამბავს. იქნებ ჩემი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ კამერების ჩანაწერებზე. გონი ამით უნდა იწყებდნენ. უკანონოდ დაკავებული რეჟიმის პატიმრები შიმშილობენ. ხალხმა და ქვეყანამ უნდა გაიგოს, თორემ ციხის პერსონალს და დირექტორს ეს ფეხებზე ჰკიდია. 142 საათი გავიდა. დღეს ექიმმა გლუკოზა გაქვს დაბალი და გადასხმას გაგიკეთებო. უარი ვუთხარი. ერთი დღეც და დავიწყებ ჯამას. ენერგია მჭირდება. მე ჩემი ვცადე, მაგრამ მაინც არ მოგცეს კამერების ინფორმაცია. ჰაერიტას უთქვა მომენატრა. უკვე 170 საათია შიმშილობ. 26 დეკემბერი. გამომძიებელი მოდის. ნეტარაზე უნდა ვისაუბროთ. მეცხრე დღეა რაც შიმშილობ. ბატონი ვეფხომიათ. გაჭირს. რთულია, მაგრამ ერთადერთი საბრძოლო იარაღი რაც დაგვიტოვეს ეგ იყო. დღეს გამომძიებელთან ერთად მოვდივარ ადვოკატმა და ნეტარაზე უნდა ვისაუბროთ. იმედი არ მომიწევს იმ ჯოჯოხეთური დღის გახსენება. ხო შიმშილობას შევწყვეტ. 11-12 იანვარი. თელეგრამზე ვერაფრით დავიძინეთ მე და უკრაინელმა. გავათიანეთ და დილით 9 ნახევრიდან წავედით საქმიდან. ჩვენ კარანტინის ოთახში გვალოდინეს. მერე სასამართლოს მოსაცდელებში. დახუთულ უჰაერო დილეგებში მოვწდით თავიდანვე გამოგფიტეს. იქ გავიცანი სხვა თანამებრძოლებიც, რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა ისაა, რომ ყველა მზადა აბრძოლისთვის. არავინ აპირებს დანებებას. შეგვიყვანეს 11 კაცი, 14 ადვოკატით პატარა დარბაზში, სადაც მხოლოდ 40 ადამიანი ეტევა. იქაურება უკვე პოლიციით იყო სავსე. მაგიდა მორწეული, ნებისმიერი ხელის ჩამოდებაზე რომ შეიძლება ჩაინგრეს. ეგრევე მანდატორი მოვიდა ჩემთან, რომელიც თანასოფლელი გამოდგა. გამიკვირდა როცა მითხრა, შენს ჩანაწერებს ვკითხულობ და არ შეწყვიტო წერაო. დედა, მამა, ბებო და ბებოს და ქალი დავინახე და ხელი ავუწია. რა თქმა უნდა, პატარა დარბაზი მაშინვე გააპროტესტა ყველა ადვოკატმა და დიდ დარბაზში გადაყვანა მოითხოვეს. მაგრამ მოსამართლემ თქვა, სხვა დარბაზები ტექნიკურად გაუმართავია და არ გამოვაო. თუმცა მაინც გაგვიყვანა შესვენებაზე. იქნება რამე მოხერხდესო და იქ კიდევ ერთი საათი ვიცოდეთ. ამჯერად დიდ დარბაზში დაგვაბრუნეს, შესაძლებელი ყოფილა. იქ მერე მეტი ადგილი იყო და ჩემი მეგობრების დავინახე, ლევა, შმაგი, ბატო, ნინო. შეიძლება ზოგიერთი გამომჩა და ბოდიში. ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ არც ერთ საპირფარეშოში ხაღალდი და საპონი არაა. ანუ 11 საათის განმავლობაში საპირფარეშოში შესვლა ქონდა აკრძალული. რა არა ადამიანობაა. სჭირდებოდა უმრავლესობამ დუთანხმებით ადვოკატსო, ამით შემოიფარგნენ. მარტო ონისემ ანდრომ და მე ვთქვით ეთნოგრძელი სიტყვა. ონისემ თავის სტილში ხუმრობებით გააქილიკა ცირკაცეული სასამართლო და გვაცინა. ანდრომ კავკას პროცესში ადარა დღევანდელი ვაკხანაგია. თხოვნა 11 იანვარი. რადგან კიდევ მინიმუმ 2 თვე აქ უნდა ვიყო, გადავწყვიტე რომ მაინც ვისწავლო. ახალი ცოდნა შევიძინო. აქ ჯერჯერობით ხელი არაფერზე მიმიწოდება. ერთადერთი რაც ვისწავლე ის ლექსებია. მე და ბატონი ვეფხო პოეზიის საღამოებს რომ ვაწყობდით. მაშინ ვიფიქრე იქნებ რაიმე ენა მესწავლა. თხოვნა კი ესაა. თუ შეგიძლიათ სხვადასხვა ენის ლექსიკონები შემომიგზავნოთ, ქართულ, ესპანური, ინგლისური, იტალიური, ფრანგული, ასევე შემეცნებითი, ინტელექტუალური, საინტერესო ცნობებით სავსე წიგნები, საიდანაც ცოდნა შევიძე. ან ამოცანები, რა სადროდის კითხვები, სააზროვნო სამუშაოები, სადაც იქნება და გონებას გავავარჯიშებ. კროსვორდები არ შემოვატანინეს დედას და იქნებ წიგნები დაუშვან. წიგნებს ისედაც ბევრს ვკითხულობ, მაგრამ მე მხატვრული ლიტერატურაა, მოგონილი ამბები და არა შემეცნებითი. ყველაზე კარგად რა კმენატრება Facebook-ი, YouTube-ი და დონჩინის თამაშებია. მეგობრებს კი უთხარი ვიდეოები ფლეშკით გამომიგზავნეთ მეთქი, მაგრამ არ შეიძლება ფლეშკის გამოტანა თურმე. Facebook-ს რაც შეეხება, აქ კი შეიძლება დამეხმაროთ. სხვადასხვა ჯგუფებში, გვერდებზე ან ჩემზე დაწერილი პოსტები და კომენტარები რომ ამომიბეჭდოთ და გამოუშვათ. არა მარტო ჩემზე, ზოგადად, კარგი პოსტები, რაც მეტი მით უკეთესი. არც სპორტული გაზეთები შემოატანინეს რატომღაც. გაზეთს ვერ შემომიგზავნით, მაგრამ შეიძლება ჩემპიონატებში ვინ რომელ ადგილზეა ამ დროისთვის მაგ ცხრილების ამოვეჭდო.
შეიძლება დედიკოს და მამიკოს ჩავეხუტო ქალბატონო მოსამართლე. 13-14 იანვარი. რეალს კლასიკო წავგია ბარსასთან სუპერთასის ფინალში. სულ არ ჩამერთო სპორტის ამბები, გულზე დაღი დამეტოდილიდან. ჰაერზე ყოველდღიურად ავდივარ, მას შემდეგ რაც გავიგო, რომ ერთ-ერთ პატიმარს ტუბერკულოზი დაემართა უჯანგბატობისგან. სუთქვა კი მიჭირს ამბობ დროს ისე. სუთქვაც არაფერია, სასუთქით არაფერია. რვანა ბიჯიანი ოთახი და ყველა კუთხეში სიგარეტის კვამრი. დედას ჩუსტები და ბოტასები შემოაგზავნიან და უკრაინელს მივეცი. ერთადერთი ფეხსაცმელი ჰქონდა და ისიც ძირზე გადაუწყდა. სეირნობის მერე ადვოკატმა დაიბარა. თურმე აქამდე სახაზინო ადვოკატი ყოლია. მაგიტო ლაპარაკობდა 5 წუთი, როცა ყველას 40-50 წუთიანი სპიჩი ჰქონდა. მაგიტო იყო მოსამართლის განაჩენის აცილების ერთადერთი მოწინააღმდეგე. მაგიტომ არასდროს აქცევდა ამტოს ყურადღებას. მაგიტომ არ მივიდა ნანუკამდე და ხუთშობამდე ამ ბიჭის ამბავი. ვეფხომ თავისიანებს დაურეკა და ახლა 3 ადვოკატი ყავს, მგონი და 3-ვე ნორმალური. შევლები ნახეძროს, ამას თუ ნახო ქვია. შუშიანი ფანჯარა და ტელეფონში საუბარი. როდესაც მაქსიმალურად გამოვხნევებინა ორივე და კარგად მომეჩვენებინა თავი. თურმე 3 წელზე მეტი შემოტანა არ შეიძლება, არა და დედას 6 წამოუღია. მამაჩემმა სამსახურში დირექტორმა დამიბარაო. თან საჩხერერია, ბიძინას სოფლელი და სავარაუდოდ ქოცი. ვიფიქრე საყვედურებით უნდა ამავსოს ან გამაგდოსო და პირიქით, ეს რა მაგარიშვილი ყოლია უდგომს. დედამ სკოლის მასწავლებლები რა ტექსტს წერენ და განახაო. შენც მოგწერეს პირად და გულის ამაჩუყებელი სიტყვებია. ილობეროშულმა წერილი გამომიგზავნა. ყველა გადაცემაში გახსენეს და კითხულობსო. ილო შენს პოდკასტში სიამოვნებით მოვიდოდი. დედამ ითხრეს სულ სხვადასხვა ტელევიზიიდან წერენო. TV პირველი ფორმულა კავკასია. და რადიო თავისუფლება უნდა ჩაწეროსო ასევე შემდეგ გადაცემაო. ამას ისეთი აღტაცებით მიყვებოდა ბოლომდე ავივსე პოზიტივით. მე და მამამ ტრადიციულად ფეხბურთზე და რუსთავის გუნდზე ვილაპარაკეთ. თანასწორლები სულ კითხულობენ იზოელებით, სულ სავსემაც Facebook-ის ჩატია. მე დავიწყე გუნდის წერა და დამიწყე და შენზე წერ ყოველდღე ფიურშია. ჩემს კინომან მეგობარს ხუთი დაუმზადებია წარწერით თავისუფლება რიზოს და სულ მაგით არის ბათუმში მიტინგებსა. რა საყვარელია. რომ გამოვეპიტანებზე შეტევა უნდა ვნახოთ ერთად. მოკლედ 1 საათი ვაკრობთ. აქ ხასიათდება სანამ მე სტომატოლოგი ამათხრიდან ეგვებს. ძლივს გამოჩნდა კვირის ექიმი. შევედი 4 კვირის წინ დაწყებული კვირის დაპლომის გასაგრძელებლად. ჩემ ხო სულ ადგილობრივად მომმართავდა და ზემოდან მიყურებდა რატომაც. მე პირი გააღედა და გააჩერეს სახელით წუნი წავიდა. არა და 30 პირი არ დამიყურებს. წამოვედი დაუმთავრებელი კილებით. გადრეგმა მითხრა ამასთან ვერავინ ჩერდება. 9 საათის შემდეგ მოვიდა დაწყნარებული. ალბათ საყვედურით უთხეს. ხოლ დავასრულეთ. სიგრძის კბილი მქონია ამოსაღები და ეკადასცემს კიბოს ხვალბილებზე. ეს პირველად მომიწია ხმისამოღება საკანში. ორჯერ ქოცების უწყებების წინააღმდეგ. ჯერ სასამართლოში პატიმრებს სიგარეტის და ფუსრის ნაკლეჯის შეტანა რომ აუკრძალეს. მაგაზე მინდოდა იმ პატიმრების კრიტიკავის გამო საკრძალეს და მაგაზე აუკურდა. ვინც აკრძალა ის უანდრა და სხვებსაც მაგისკენ მოუწოდა. პრობლემას რომ ვერაგვარებდა მისი გადაწვისთვისად მარტო აკრძალვა ესახება. მეორე სპეცრალ ზოგად დააუგდით. ასე ითქვა ზოგის ოჯახი ნაცებმა გაამწარა და რაკმანა. ყველა ცუდი ტიპი კი არ არის, პროვოკატორები იწვევენ. მე ვამბობდი რომ ყველა ერთნაირია, ვინც ბავშვებს და ქალებს ემს ფულის გამო. თუ სიმართლე გინდათ არც ჩაისმევაშვილია ჩემთვის გმირი. მაინც რომ გვიყავდნენ მე გავიყო მაგუწყებაში. მაგრამ არასდროს მიხვედრეს ალბათ გვიან მიხვედრა მაინც სჯობს. ერთხელ დავწერე წინა დროებში ბიბლიოთეკებზე მეწიგს ბონი ციხეში კითხულობენ მეთქი და ეგრეა ფურცესა და ხატებზეც. ეკლესიის მერე ციხე მეორე ადგილზე იქნება ამ მხრივ. როცა ყველა ზურგს გაქცევს, სამყაროს წლები და 4 კედელში იკეტები, რწმენა გაგრჩება ერთადერთ იმედად. ერთ-ერთი საკნიდან ლოცვების წიგნი მოხდეს და ვერთხელ ყოველ დილას კითხულობს. სანდროს ანთელს რაღაცებისთანავე. ხატების კუთხე მოწყობილი გვაქვს. ესპანურის სწავლა დავიწყეთ მე და სანდრო. რაღაც სიტყვები ამოვწერეთ როულში და ერთმანეთს ვეკითხებოდით. გაცინებოდა გამოთქმებზე და ყველა სიტყვაში ხიურევია. განვესწრეს ბუენოს დიას ამიგოს. მაშინ ამოტიფარმა მოსამართლეებმა ბანკეტი მოაწყეს, მაგრამ ვინაც დიდა. ბალამეძის ანახავი იყო, მაულის რომ შედიოდნენ დაკუბულები და კვერცხებს, ყელას და ქოქოლას აბრიდა ხალხი. ვერასდროს გაივლის ქვეყნის გამყიდველი ქუჩაში მშვიდად. პირველად წამე შემწარი კარტოფილი ყემალთან ერთად ამ 50 დღეში. შემდეგ სასამართლოზე მარიო ვარგას ლიოსას რაცის ნადიმი ხომაც წავიღო მეთქი. სწორედ ისეთია ყველა ტირანი დიქტატორის ბოლო, როგორც ტრუხილიოსი იყო. როცა ძალაუფლებას დაკარგავ, შენიანების ზურგს გაქცევენ, რადგან შენი ძალა უყვარდათ და არა შენი. ხოლო სიკვდილის მერე არავინ გაგიხსენებს, არც ისინი, ვინც ჩემს მხარეს იყო. მოდი ჩემს პატარა კარადას დაგათვალიერებინოთ. უბრალოდ უჯრას. ვერაფერს ვატებ. ამჟამად 3 წიგნი დევს იქ. გალატიონის ლექსების კრებული, ვეფხისტყაოსანი, რემარკის ლისაბონის რამე და კიდევ ქართულ ესპანური ლექსიკონი. ერთი ბლოკნოტი, რუბეული, კალამი, დედის წერილები, ჩემი ჩანაწერები, ადვოკატთან გასაგზავნი წერილების დასტა, საპონი, კბილის ჯაგრისი და პაშტა, დეოდორანტი, შამპუნი, ჩხილების საჭმელი, ჩაის ჭითა, ბარათი, მაღაზიაში ნაკედი პროდუქტების ფიქრები, 4 ცალი ტკივილი დამაკოჩებული, ქაღალდისგან გაკეთებული 5 ჩასადები, დომინო წითელი ჩასადები, ტანსაცმელი საფტემო ჩამოყრილი პარკებში. დედიკოს წერილები მოვიდა, ოღონდ 3 იანვარს. 3 იანვარს გამოვაგზავნე და დღეს 14-ია. რატომ დაამხელარდა? გასული და წასული იყო. თავად შეხეში აყოვნება. ასე მიხეს. რის საკითხს ელოდნენ ნეტა დედა შვილი წერილები. წერა დირექტორმა დაურეკა და თანხმობის საკაბინეტოს დაყენებას. ანაბოლის სუპი, თუმცა კამერიანი არის. ისე როგორი ინდივიდუალური ადამიანი ყველაფერს. ანაბოლის სუპი ჩამოშიც კი. აი მაგალითად სანდრო დარჩენის გარეშე მაკარონის ფილიანი მაჭებს აგებს. მინიმალური რაოდენობის წყალსას ხამს და სპაგეტივით მიიღებს.
უკრაინელი მაიონეს ამატებს ელოდან. უფრო პირველ ნაწილებს საშუალო რაოდენობის წყალში თამაშობს. მეკეჩებს ამატებს შორეულ მარილს, ფულს, წყალს და ეგრე შემეცემა. ვერკო ოჯახში ხო, ცოლს, ბავშვებს და იდეალურად მოგზაურია. ირლი მინდა და შემიძლია ვამბობ. წრევლების დიოდა. შეხვდებისას გული გამისკრება ახლა. მე ეგთან მოუხდა რა გინდა დამამშვიდებელია. ასე ხდება. ციხეში თუ ხარ, შობს არ ნახო ოჯახი. მე უფრო ცუდად გახდები და ვიმზადდება ცნობები. სასამართლოზე დედის ტირილის დანახვა უფრო მანაღლიანია. ვიდრე საკუთარი განაჩენი. გუშინ სანდროს პირველისგან მოვიდა კითხვები. რაღაც დავწერეთ ერთად. ბევრი ვიცინებ, ჯერ ხოლმე ვიფიცემ ფასებს. სანამ უცხო გადავიტანდი. თურმე თვეში ოქი პაინის უფლება გქონია. ორი გავცვალის ალაპარაკო დროზე და 27 იანვარს ჩავნიშნე ერთ. ამჯერად ბებოს, დაიკოს და თაჯის შეხვდები. იფლისში ერთი პერსონაჟი ამბობს. იმ რეალობის დედავატირე, სადაც მე მოღალატე ვარ, შეუდგმირია. ზუსტად ეს განცდა მიჩნდება მეც მიმდინარე მოვლენების ყურებისას. თქვენ რა გიგებით ხოლმე? როდესაც გიორგი დანიშვილის დედა ხვდება, როგორ მოკლეს სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში აქციებზე გასული მისი ერთი შვილი და გიოს მიმართავს მუქიშვილი აწინოური შესაძლოა მიტინგებზეო. ამაზე აგედირებათ. ან გორშაძის და სხვა დედების ემოციური გამოსვლები. მათ ეს და ლუკას წერილების შინაარსი მოვისმენთ და ვერ ჩერდეთ წრევლების. ხალხო თქვენ რაგან დაგიხსნით ხოლმე. რატომ დაგაჯერეს რომ მონობა მშვიდობაა? მერის ოჩი თანამშრომელი მშვიდობიანად გაფიცულ დემონსტრანტებზე ძალადობდა და ჯერაც არავინ დაუკითხა. თან როცა მათი ვინაობები ცნობილია და ამ ფონზე სილის გამო ქალბატონი მიზია 7 წლით ციხეში ჯომისთვის გაწერეს. წარმოიდგინეთ რა ტრაგიკული და თან სასაცილო სცენა ამ ხელა კაცის სასამართლოზე. სრული სერიოზულობით რომ წარდგება და ქალზე ითხოვს ეს მცემდა, ძალადობდა და დაიჭირეთ, მეშინიაო. დღეს კბილი ამოვიღე. საღამოს სიცხე მომცა. ციოდა, ხურდი. ეგრევე დატრიალდნენ ბიჭები. მომიყვანეს ეგთანი, გამიზომეს სიცხე, მომცეს წამალი. რამხელა ფესვი ჰქონდა. 4 ნაკერი დამჭირდა. ოღონდ არ მეტყინა საერთოდ. კიდევ ერთი კბილი მომაკლდა. გაუცნაური წესია. სასეირნოდ მხოლოდ დილის 8-ზე ან 9-ზე ამოდითო. დანარჩენი საათები ძველ პატიმრებს აქვთ დაკავებული და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აკიშვებთ. სხვა საათზეო. ეგრე ადრე რა გამაგვიძებს? ისედაც 5-6 საათზე ვიძინებ. ჩემი მთავარი იდეოლოგიაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და არავის აქვს უფლება ვინმე ზემოდან უყუროს. ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. მამა ჩემი ადრე რუსთავის ბაზარში ნეტაჩკად მუშაობდა. ერთხელ დასასრულის სექციაში ერთი გამყიდველი უყვებოდა ხალხს. ჩემი შვილი გერმანიაში წავიდაო. მამამ მკითხა რომ ქალაქშია და შენ რა გეცოდინება ერთიო და გაიცინა. მამას ფეხბურთი უყვარს ძალიან და აქედან გამომდინარე ყველა ქვეყნის ბევრი ქალაქი იცის. ჩამოდა ხელი ურიკაზე და დაიწყო ჩამოთვლა. ნიურნბერგი, შტუტგარტი, გუზენკირხენი, დორტმუნდი, ჰამბურგი. გაწიწოდა ის ქალი, ბოდიში, გეტყვიო. მამა აღარ მაინტერესებსო და გაეცალა. არ მიყვარს ნარცისი ადამიანები. ჩემი სამსახურები ჩამოგითვალოთ, სად მიმუშავია? ბენზინის ჩამსხმელი, კაფელის მზიდავი მუშა, ჭუჭის მრეცხავი. ჩემი სატოლის მაღლა კედელზე ორი რაღაც დავწერა. აქ იყვნენ სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭირებები. მონობას არასდროს ეკუნა მშვიდობა. ქართველი რუს ყოველთვის სიცხის ბოლო ტექამდე ებრძოდა. ჯუჯების სტუდიო. Rustam. Fuck the system. Yahoo! Შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიფც. შენ გუდავ მე ვდგავარ ვიფც. შენ მესვი მე ვდგავარ ვიფც. ვდგავარ. დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში სტუდენტების ხმა მესმის და ნუ უწვირებთ გინას მათ გამოყრიდა ერთად ხატავ დაგერხევა თუ წაშლით თქვენ მიხვდებით ქუჩა ყვირის მხატვრებს გინდა ბალონი